და როგორც ერთი მოგზაური ამბობდა, მარკიზ დე კიუსტინი ამბობდა, როდესაც არსებობს ესეთი დაბუდებული უკურეაქციები ნაციაში და როდესაც ეს ყველაფერი მოქცეულია და წესრიგს ინარჩუნებს მხოლოდ სამხედრო ყაზარმის, თქვათ, სამხედრო შენაერთის ფორმატში, აქ ბუნებრივად უკვე ჩდება განცდა იმისა, რაში უნდა გამოიყენო და რაში უნდა დაიხარჯოს ეს, თუ არა საგარეო აგრესიაში, საგარეო ომებში და სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი, რითიც მსოფლიოს მუდამ ეშინოდა რუსეთის საგარეო ომების იყო სწორედ აი იმის დანახვა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შინაგანი ანტაგონიზმი მოსახლეობაში, უუფლებობაც, ურთიერთსიძულვილი სამხედრო წესრიგით ეს შეკრული, რაც რა თქმა უნდა, როგორც იტყვიან, ევროპული სამყაროსთვის მაინც ყოველთვის დენს წარმოადგენდა და ყოველთვის იყო იმის საფრთხე, რომ ეს თქვათ რაღაც დიდ სისხლის ზღვრას და არეულობას გამოიწვევდა ევროპულ ასპარეზზე.